საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის მთავრობების კოალიცია აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის გარკვეული სახის რეგულაციების დაწესება პირიქით შეზღუდავს ინოვაციურ ცვლილებებს და მათ შესთავაზეს ევროკომისიას, რომ ხელოვნურ ინტელექტს ჰქონდეს თვითრეგულირების მექანიზმი, თუმცა ევროკომისიაში ამბობენ იმას, რომ გარკვეული სახის ფაქტები მოწმობს იმაზე, რომ ტექ ინდუსტრიაში თვითრეგულირების მექანიზმი უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე სარგებლის, თუმცა საფრანგეთი, გერმანიისა და იტალიის კოალიცია მიიჩნევს, რომ ნებისმიერ კომპანიას შეეძლება თავად განსაზღვროს რისკები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ იქნება თვითრეგულირების მექანიზმი და ამავდროულად ამ ქვეყნების კოალიციას მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება კომპანიებმა თავად განსაზღვრონ რისკები და ამავდროულად მარეგულირებელ ორგანოებსაც თავად აცნობონ იმ რისკების შესახებ და ასევე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რისკები იქნება რაიმე განსაკუთრებული სახის. ამავდროულად საუბარი იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ მაგალითად ამ კომპანიებს ექნებათ უფლება, რომ საკუთარ თავს აუწესონ გარკვეული სახის კანონები და ამავდროულად იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონებს ისინი არ დაემორჩილებიან, ჰქონდეთ არ იქნება არანაირი სახის სანქციები თუ ჯარიმები, თუმცა ევროკომისიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებს არ ექნებათ გარკვეული სახის სანქციები, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ის, რომ გარკვეულ კომპანიებს უფრო მეტი უპირატესობა ჰქონდეთ იმ კომპანიებს, რომლებიც არჩევენ, რომ არ დაემორჩილონ კანონებს, ვიდრე მათ, რომლებიც საკუთარ დაწესებულ კანონებს მიჰყვებიან. მაგალითად, ამასთან დაკავშირებით მოყვანილი იყო ერთ-ერთი მაგალითი, ეს იყო Volkswagen-ის სკანდალი, როდესაც კომპანიამ არჩია, რომ გარკვეული სახის კანონები შემოეღო, თუმცა ამავდროულად თავი მოეჩვენებინა მარეგულირებელ ორგანოებთან ისე, რომ თითქოს ისინი ამ კანონებს პრაქტიკაში ახორციელებენ. მაგალითად, ეს ამ შემთხვევაში იყო გამონაბოლქვის პრობლემა, როდესაც კომპანიამ იპოვა ტესტებით манипуლირების გზა მარეგულირებელი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, თუმცა პრაქტიკაში ამ სტანდარტებს ისინი არ აკმაყოფილებდნენ და ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც მოიყვანეს ბრიუსელში სხდომაზე და ასევე თქვეს, რომ ეს სწორედ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც, თუ მას დაუწესებენ თვითრეგულირების მექანიზმს და ამავდროულად 2021 წელს, ჯერ კიდევ 2021 წელს აპრილში ევროკომისიამ განაცხადა, რომ ისინი შემოიღებდნენ გარკვეული სახის რეგულაციებს ხელოვნური ინტელექტისთვის, იმისათვის, რომ ასევე იყოს დაცული ფუნდამენტური უფლებები და ამავდროულად ხელი არ შეუშალონ ინოვაციურ ცვლილებებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მთავრობების კოალიციის შემოთავაზება შევა ძალაში, ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში ფუნდამენტური უფლებები დაცული არ